მოგესალმებით მეგობრებო, მორიგი რაიდით. დღეს ვართ ლონდონში. ჩამოვაკითხეთ ჩემს მეგობრებს და აი მზადებაში ვართ. ალამაზებენ თავის ბაიკებს და მოკლედ მივდივართ ძალიან მაგარ ადგილას დღეს რაიდზე. მთელი დღე გზაზე ვიქნებით, ერთ-ორ ძალიან მაგარ ადგილას გავივლით და ყველაფერს მოგიყვებით მოკლედ. დავედით? დავედით. სამსახურდო ვიდეო წვიდე რა ვარ. ან ღამეროს ვაკაცი რო დაგადგება არა? გადი ბიჭო. აი ეს გაზიპინებული, გაცკიპინებული უნდა მოიყვანო. მზად უნდა იყო რაიდის. იქარ გამოგწევი პატარაი. აი კაპორებს პატარაზე იგე. მოლი. არა, უშავს კარაცა უშწევ. That's the track. It looks so good these days. Beautiful, right? Yeah. მიდი. That's მიდი ბიჭო. აი მიუშვი ბიძა მიუშვი. ბიძა მიუშვი. გასაგანიერებელი. ეჭი. არა რა კაი აი მიუშვი ბიძა. პირიქით კაია რო ისე კაი თუ. არ ჩაგივარდეს. ვიდი ცოტა. კაი ყოფა წამა. კონტროლი სოდას დავტო. ამოვაწყვეტე. ჯიგარ. ლობ. მე ერთი 10 ფუნტიანი ჩაუკეცე იმაში შარვალში. ეგ ვართალი. მოკლედ გეგმა რა არის? ვიკრიბებით ეს კაფეში, დაახლოებით 6-ნი ვიქნებით ალბათ დღეს რაიდზე ერთად და აქედან მივდივართ ინგლისის სამხრეთით, პორტსმუთის მიმართულებით, ზღვის მიმართულებით, მაგრამ ზღვამდე არ მისული არის ძალიან მაგარი მოტოკაფე, სახელად ლუმის, ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი road trip-ი იყო ხოლმე ლონდონში რო ვცხოვრობდი მე და ჩემი მეგობრების და ახლა ლუმისთან ასევე გაუხსნიათ caffeine and machine. კიდე ერთი მოტო თემატიკის კაფე არის. და აბა გავივლით, ვნახავთ რა სიტუაცია არის. რანაირად დაგყავთ. წლების წინ ლონდონში რო გადმოვედი საცხოვრებლად, ერთ-ერთი პირველი ბინა რომელიც ვიქირავე იყო ადგილზე სახელად Park Royal, Hunger Lane-ზე ცხოვრობდი, რომელიც ძალიან ახლო არის ერთმანეთთან. და ეს ორივე ადგილი იყო ფეხის სავალზე, აი ორი ნაბიჯი Ace Cafe-დან. Ace Cafe კი თუ არ იცით, არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოტოკაფე მთელ ინგლისში, შეიძლება მთელ მსოფლიოშიც კი. თუ გახსოვთ, ჩემი XSR900-ის ვიდეო მან ყვებოდი პატარა ვიდეო იყო ისტორიაზე, კაფე რეისერების ისტორიაზე, თუ საიდან მოდის, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და ზუსტად ეს კაფე არის ადგილი, სადაც აი პირველად იკრიბებოდნენ კაფე რეისერები ინგლისში და აი ძალიან ცნობილი ადგილი არის და ყოველ საღამოს ვატარებდი სამსახურის მერე იქ. ძალიან მაგარი ადგილი იყო. ყოველ დღე სხვადასხვა ივენთები ტარდებოდა, პარასკევობით იყო ბაიკ ნაითი, ზაფხულობით, რავი, 150-200 ბაიკი იკრიბებოდა ხოლმე ბაიკერი. სხვა კვირის დღეებში კი აი სხვადასხვა ივენთები იყო. ხან muscle car meetup-ი იყო, ხან JDM car meetup-ი იყო და ასე შემდეგ. ყოველ დღე რაღაცა მოძრაობა იყო მოკლედ ამ კაფეში. საინტერესო ადგილია, თავიდან ძალიან მიყვარდა მან სიარული, იმიტომ რომ აი სხვადასხვა ტიპის რაიდერებს ხედავდი, უზიარებდით ერთმანეთს აზრებს, საუბრობდით ბაიკებზე და ასე შემდეგ. საჭმელიც ასე თუ ისე კარგს ვერ დავარქმევდი, მაგრამ იჭმეოდა. ბოლო წლებში ძალიან გაფუჭდა სიტუაცია. ისევ ამ პატარა ლაწირაკებს ვაბრალებ, სკუტერებით რო
დაკრიან ლონდონის ცენტრში და რას გულისხმობ ამით? უბრალოდ მოდიოდნენ ეს კაფეში და show-off-ის პონჩი, რომ აი ესე ემარიაჟად, ხან ვილებს აკეთებდნენ გზის, ანუ ეს კაფეს წინ გზაზე, რაღაც სტანტებს აკეთებდნენ, burn-out-ებს და ასე შემდეგ და ეგ ყველაფერი ხო კარგი, მაგრამ ამის კეთებით გზას კეტავდნენ, ყველაზე ცუდი რაც იყო. გზას კეტავდნენ მთლიანად, არ აძლევდნენ ლორებს, დიდ ტრაილერებს, გავლის საშუალებას, მარშრუტკებს და ლოგისტიკას აი გარშემო რაც კი საწყობები იყო ამ კაფის გარშემო, ლოგისტიკას უნადგურებდა ეს ყველაფერი მათ და ჩიოდნენ და ამის შემდეგ პოლიციაც ყოველ მეორე დღეს გზავნიდა თავის ვანს და 6 კაცი პოლიციელი პატრულირებდა ყოველდღიურად თითქმის და ამ ყველაფერმა მაგრად გააფუჭა სიტუაცია. ეხა პოლიცია რომ მოდიოდა ყოველ მეორე დღეს, რა თქმა უნდა, იმ ბაიკერებსაც, ვინც საერთოდ არაფერ შუაში არ იყვნენ, იმათაც ამოწმებდნენ, აჯარიმებდნენ ნომრის ზომის გამო, მაყუჩების გამო და აი ძალიან გააფუჭა სიტუაცია მოკლედ. მომენად რა ისე ხო იცი? მაგარი სიწყნარია დღეს. აი ეს პარკინგი არის ხოლმე გადატენილი კაი ამინჩი. მაგრამ აი სამწუხაროდ გიგა გველოდება უკვე იქ. სამწუხაროდ დღეს აი ესე არ გაგვიმართლა ამინჩი. იმედია გზაში გამოსწორდება და ეს არ გაგვაჩერებს. აჰა, ზურაც აქ არის, საღო. საღო. Varo, uite! Ahar, duci! Răgul ăla, așa. Răgul la Mihar, de ce nino? Așa, răgul ăla. Cigari haru, ți-am făcut. ეს stage-ზე ცოცხალი მუსიკა, ბენდები გამოდიოდნენ, ან გარეთ setup-ს აკეთებდნენ ხოლმე და ესეთი mini event-ებს ატარებდნენ ხოლმე, ძალიან მაგარი იყო და ისტორიის სავსე ადგილია მოკლედ. ესეთი პატარა ექსპო აქვს, პატარა სუვენირების მაღაზია. Everyone, got it. Got it. აი, ესე იგი. მოსაწყენი გზის ნაწილი გამოვტოვეთ, აშკარად, ეს ნახეთ, შეთვალე. მიბანდიტო აი. ბანდიტო. მოსაწყენი გზა გამოვტოვეთ და ეხლა იწყება მთავარი თვისტები, ასე რომ ეხლა ვrთავთ კამერას. არჩევანი გონდა სათვალესა და საწვენოში. სათვალე ავირჩია. სათვალე ჩაიგდე. წვის. დავით. დავით. ეს ლუმის კაფე. დღეს ახლა ამინდის გამო ძალიან ბევრი რაიდერები არ არიან, მაგრამ ნუ საკმაოდ გამოცოცხლდა ნელ-ნელა უკვე ამინდები რაც გამოდის. უკვე მეტი და მეტი რაიდერი გამოდის საკატაოდ. ალბათ აქ შევივლით, ვნახავთ რა მენიუა და თუ არა და აი კაფეინენ მაშინი არის გზის ქითა მხარეს და გადავალთ. ირაკლის
ირაკლის აფრიკა ტვინი მოეწონა. არა ზღვა, მე მინდა ეს ბაიკი, ნახე რა ვიწია просто. ძალიან მაგარი ბაიკი. არა ხარ პატარა კაცო რა. აი როგორ მომწონს, მაგარი ბაიკებია ძალიან რა. თან ნახე სკორპიონის ეგზოუსტით, ყველაფერი tail tie-ი, იმენა გაწყობილი აქვს უკვე რა. თან ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ძმა? შეხედე? DCT არ არის მანიუალი. აი კაცური ბაიკი ძმა, ის კი არა. სკუტერი კი არ არის. მაგარია ძმა. ბიჭო, მაგარი ბაიკია რა, მაგრამ აი ეს ძროხასავით გაბერილი რო არის, აი მუცელი, აი რა ვიცი. თან ეს აპოზიტიური ძრავით გამოშვერილი აქვს. თენკი ამაზე 40 ლიტრიანი თენკი თუ 30 ლიტრიანი თენკი უდგას. ხო, იგივე დუგებივით ის დამცავი რაც არის, ეგაა გამოდის კიდე და კარგი მანქანაა რა. ამით რანაირად უნდა გაფილტრო, მაგრამ ეს არის ადამიანი ძმაო. ნახე, electronic suspension-ი, manual quick shifter-ი, რა, ყველაფერი აქვს. ეს არის დონე ბაიკი. სად არის? არა, ჯერ ადრეა. რა შეუგვეთ? Same. Full throttle. Full throttle burger. რა ვქნათ? კაფეინა მაშინში გავიაროთ და მერე სხვა აქტივობებს დაუთმოთ. დანარჩენი დროა რა ამ დღის. Absolutely. რა სიტყვი? ავაში შხინოთ? ავაში შხინოთ. აი, მაშინ დავუგაზეთ სახლისკენ. აი ზო, ეხლა მოვბრუნდით, ჩამოვედით ტრიპიდან და აი ახლა შევამჩნიეთ. აი პროსტ შენ თქვი რამე, კომენტარი გააკეთე ამაზე ზო. საბურავი რა დღეში აქვს შეხედე. აი ეს არის მაუთული უკვე. მარკერი გვინდა, მარკერი. და აი ესე რანაირად გაცვითა, წარმოდგენა არ მაქვს. შუაში არ არის გაცვეთილი და აი აქ არის გაცვეთილი. სუმარჯვნივ როგორ უხვევდო, რა ვიცი ზო. ესე რანაირად უნდა გაცვეთო. თან მარტო ახაც არა შეხედე. ამის ბრეიკ პატერი. ნახე, აი აქ შეხედე. ნახევარი კარგია, ნახევარი. საუ. ნუ თან რაია რა დღეს იმენა ამ საბურავით. აია. მაშინ ესეც გამიჩნდა უკვე. ბიჭო, ანუ მოტოციკლეთის ყოლა და მოტოციკლეთის ტარება ხა ჩვენ როგორც ვატარებთ, რაღაც ექსტრემალური თემა ხო არის? ამას იმენა აი უკიდურესობაში გადაყავს, უკვე ექსტრემალურობა იმენა. ტორმოზი მოდი. რა, ტორმოზები ვნახოთ. ხუცება მარჯვნივ. ტორმოზები ვნახოთ. და უკანასკნელი. მე მგონი სექტემბრის მერე ტორმოზზე არ დაუჭერია ფეხი იმენა. რაც იყიდა მის მერე. რაც იყიდა. რამდენიხანი ეს ბაიკი ყავს? როდის ვიყავით ჩასულები ეს ბაიკი რო წამოვიყვანე? ერთი ორ წელი გავიდა რა. არ მაქვს რა. ბიჭო ისა ზეთი გააქვს რა. ზეთი არის. რა პროსტა გაჩერება უშ. ენა ლოსვაზე და დისივენ. დაჩარჯავს. დილას მამა უჩვენოს წაიკითხავს ხოლმე დაჩარჯავს ხოლმე და ეგრევე გამოდის. უფლის წყალობით გადიხარ რა. არა მამა გამოცვალი გააქვს. არა გამოცვალი დილას მაგრამ. ბრეიქ ფლუიდის მაგრამ დაკუთე ზალი. ფლუიდი დააკეთა და უნდა. აი კაროჩი, ერთი 5 წუთი გარშემო დავდივართ ამ ბაიკის და უფრო და უფრო მეტ რაღაცებს პოულობ რა. ეს უკანა მუხრუჭი ხო საერთოდ არ მუშაობს, ჰაერია სისტემაში ვაფშე არ იჭერს, აი დაჭერილია აქ. ეს საბურავი ხო განახეთ რა დღეში აქვს და ვილკა შეხედეთ ჩემი. იმენა არტერიას რო გადაჭრი და ესე რო ასხავს იმენა, სისხლი ეგრე ასხავს ზეთი იმენა. შეხედეთ. და წინა ტორმოზებზე ესხმება თან.